თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე მორიგის ხდომა გაიმართა. საქმის განხილვა კვლავ ბრალდების მხარის მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდა. ამჯერად სასამართლომ 3 მოწმეს მოусმინა. მათ შორის თბილისის მერიის თანამშრომელს გიორგი ჟორჟოლიანს, რომლის პასუხისმგებლობაც მისივე თქმით თბილისის ცენტრალური გამზირების, კონკრეტულად ჭავჭავაძის, მელიქიშვილისა და რუსთაველის მონიტორინგია. ბრალდების მოწმემ მოყვა, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას თანამშრომლებთან ერთად ინფრასტრუქტურულ ზარალს აღწერდა. მისი თქმით ეს ზარალი დათვლილია და დაახლოებით 139,000 ლარს შეადგენს. ტელევიზიით გასული, ასე ვთქვათ, კადრების შემდეგ ნათელი გახდა, რომ დაზიანება იქნებოდა ძალიან, ასე ვთქვათ, ფართომასშტაბიანი. ამიტომ მეორე დილით საათი ხო დროს 9-დან 10 საათამდე დაახლოებით ამ პერიოდში გავედით რამოდენიმე თანამშრომელი. როგორც გავდიოდით ყოველდღე, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვაებიც მეხმარებოდნენ, ვინაიდან სავარაუდოდ დიდი ოდენობა იქნებოდა რა, ასე ვთქვათ. და დავიწყეთ ყველაფრის აღწერა, რაც იყო დაზიანებული. და ეს გრძელდებოდა შემდეგ დღეებშიც, ყოველდღიურად, ყოველ დილით გავდიოდით და აღწერდით, ასე ვთქვათ, რა წინაღამით დაზიანდა რა. თუ საუბრობ და მე ვისთვის გავაკეთე განცხადება წეღან. ყველა ერთად ვისაუბრობთ. რაც შეეხება მოწმეს, არიან და მანდატის კითხვები არის თუ არა კართან მოწმე. მე როგორც ვიცი, აქ მოწმები არ არის. კი ბატონო, დაიწყოთ შეკითხვები. მხარეთა კითხვებს უპასუხა კრიმინალური პოლიციის გამომძიებელმა დავით ქიტიაშვილმაც. მან საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ვიდეო დათვალიერება ჩაატარა. მოწმე პოლიციელის თქმით, მის მიერ დათვალიერებულ კადრებში საქმეში ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი ფიგურირებს. ვიდეო ფაილში ჩანს რუსთაველის გამზირი, კერძოდ ცისფერი გალერეის და მერიოდის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ჩანს ბრალდებული მიმინოშვილი, რომელიც ახორციელებს მოქმედებას. დათვალიერების ოქროში მითითებული გაქვთ, რომ ირაკლი მიმინოშვილი ისროდა ქვას. დიახ. საიდან დაადგინეთ, რომ ეს იყო ქვა? ვიდეოს დათვალიერებიდან. ანუ თქვენ რა იცით, რომ იყო ქვა, თქვენ ნახეთ? თვალსაჩინოდ ჩანს ძალიან ისეთი მკაფიო კადრი იყო, ახლო კადრი, საიდანაც ქვას გავდა. არა ქვა იყო. დაზუსტებთ, როგორ შეგიძლიათ, რომ იყო ქვა, ანუ მაგის თქმა მინდა, რომ ობიექტური პირისთვის. თქვენ ობიექტური პირი გონიათ, ანუ საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე, ობიექტურად შეფასების უფლება გააქვთ? მოწმე ვარ და მე ობიექტურად და ყოველთვის ვაწარმოებ, ნახეთ, ობიექტური პირი ვარ, ვინაიდან მე გამოძიებას ვაწარმოებ ობიექტურად. ანუ ჩემ კითხვაზე საიდან დაადგინა და რატომ ჩათვალო, რომ იყო ქვა, მან განმარტა, რომ ვიზუალურად თავად შეაფასა. მოგიხსენებათ საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის მესამე მუხლი ადგენს ვინ არის მხარე, მათ შორის პროკურორი და გამომძიებელი წარმოადგენენ მხარეს. თავისთავად მის მიერ და ასე ვთქვათ მოწოდებული ინფორმაციით ის არის მხარე და შესაბამისად მათ მიერ წარმოქმნილი ინფორმაცია ვერ იქნებოდა ობიექტური. სასამართლოში გამოიკითხა კონსტანტინე კერესელიძეც, პოლიციელი, რომელმაც საქმეში ბრალდებული ზვიად ცეცხლაძის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ცხოვრებელი ბინის ხრეკის დროს ამოღებული იქნა უამრავი დასახელების ნივთები, მათ შორის საღებავ იცავსე კვერცხები, სხვადასხვა სამხედრო ფორმის უნიფორმა, ასევე იყო ნავთობპროდუქტების სუნის შემცველი მინის ბოთლები, მინის ჭურჭელი უბრალოდ, ასევე იყო პლასმასის ჭურჭელშიც მოთავსებული, იყო გამხსნელები, იყო სხვადასხვა ჩანაწერები, წიგნაკები, ბლოკნოტები და სხვადასხვა კიდე რაღაც სხვადასხვა ნივთები, მათ შორის იყო კიდე ასევე რაციები. გამომძიებელმა პოლიციელმა თქვა ასეთი რამ, რომ შესვლისთანავე გამოიკვეთა და თვალსაჩინოდ იყო განთავსებული ის ნივთები, რომელიც მოგვიანებით ამოიღეთ. რაციები, კოქტეილები და ასე შემდეგ. რეალურად მოგვიანებით უკვე თავის ჩვენებაშივე არასწორად დააზუსტა მე მოგვიანებით და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია მიეწოდა, რომ თითქოს უკვე მოგვიანებით ის ქილები, რომელშიც თითქოს სხვადასხვა ნავთობპროდუქტები იყო მოთავსებული, მოგვიანებით იქნა შემოტანილი, ასე ვთქვათ, შემოტანილი მისი ვერსიით თითქოს გამომძიებლებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს, მაგრამ რეალურად ეს ნივთები თავიდან როდესაც გაიჩლიკა არ იქნა მოპოვებული ნაპოვნი და მოგვიანებით ზვია ცეცხლაძე, რომელიც ესწრებოდა და თავად ხედავდა როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მისივე განმარტებით ეს ნივთები იქნა შემოტანილი მის საცხოვრებელ სახლში. ამ სისხლის სამართლის საქმის ბოლო რამდენიმე სხდომაზე სასამართლო იმ მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს უსმენდა, რომელთაც საქმეში დაზარალებული სტატუსი აქვთ.
გამოკითხულ სამართალდამცავთაგან ვერც ერთმა ვერ დაასახელა იმ დემონსტრანტის ვინაობა, რომლის ქმედების შედეგადაც ისინი დაშავდნენ. შესაბამისად, მათ არც ის უთქვამთ, რომ საქმეში ბრალდებულთაგან რომელიმე ისინი დააზიანა. დაკავებულთაგან სამს ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.